მოგესალმებით ყველას, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი. დღეს უნდა ვნახოთ Minecraft-ის ფილმი ფინალური ტრეილერი. მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. ვიცი ახლა ბევრს არ მოგწონთ. ჯერ მარტო ტრეილერებიდან გარწმუნებული ვარ, დიდად არც ფილმი მოგეწონებათ, იმიტომ რომ ვიცი ახლა როგორც უყურებთ თამაშების ეკრანიზაციას, ადაპტაციას უბრალოდ. თუ ეკრანიზაციას ხო ადაპტაციას ხო. მაგრამ მომწონს რა ჯერჯერობით რაც ვნახე მომეწონა ის მეორე ტრეილერიც კაც მიგმარა ვიდეოს რეაქციის გარეშე ვნახე რა სამწუხაროდ იმიტომ რომ მენა ჩემმა ძმაკაცმა უყურეთ ერთად და რავი კაი იყო პრინციპში ის ფუტკარიც და ის ხორების ჯერჯერობით ალბათ ყველაზე ნაკლებად რაც მოწონს ეს არის ხორე. ლამაზე და იმაზე ცხრებზე ვერაფერს ვიტყვი. დიდად ცოტა კრინჯულად კი გამოიყურებიან, მაგრამ რავი. არ დაგვაუწყეს ახლა რომ ეს Minecraft-ია რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილი. სრული პირდაპირი ამ წინადადების მნიშვნელობით. ამიტომ ვუყუროთ. ჩვეულებრივად ყოველგვარი ზედმეტი კრინჯობების გარეშე. თუ არ იყო რა თქმა უნდა თვითონ ფილმში. დავიწყეთ Minecraft-ის ფილმი ფინალური ტრეილერი 3, 2, 1. პანდები. სტივი. Warner Brothers is მომეწონა. Anything you can dream about? You can create. So they built all this? Yeah, most of Right, miss. Hold up. That thing doesn't understand a word you're saying. We're talking. Squad. it was perfect. Until one day, Flint and Steel, we came across the Nether. Nether. A place with no joy or creativity at all. What are you making? If they get their Wow. way, this beautiful world and everything in it will wither and die. Awesome, baby. Biocon Dios. It means goodbye, brother. No, it doesn't. Don't look at her. It does. If we want to save this Okay. world, creativity is key to survival. Okay, Learn yeah. for wingsuits. Այս მაინტერესებს რა ქვია წყალი. Those things work, right? Absolutely. Wow. I got something for you. სკელეტონები. ენდერმენი მაჩვენეთ. კრიპერი. გამერთო კრიპერი. გასგავს. Gosh, I'm so salty. This makes no sense. უფრო მეტი კრიპერი. არ მიყვის რომ ყველაფერი აფეთქდა. Do this. ობობა. ის ხო არ იყო ენდერმენი, მაგრამ არ არისო. Chicken jockey. პატარა ზომბი. მერთო. What's that? Super real ცხოვრება. Oh my God, are you all right? Your head is huge. ეს რეალობა. რა იყო ეს? ბოლო სცენა. მოიცა. ანუ Minecraft-ი ამ შემთხვევაში იქნება რომელიც პარალელური მსოფლიოს როლში, ან პარალელური მსოფლიოს პონჩი. კარგი, ახლა მოვისმენთ. ჯერ ერთი ეს იყო, როგორც უკვე ნახეთ, Minecraft-ის ფილმის ფინალური ტრეილერი. მეორეც ერთი საინტერესო იყო თან ძალიან. პირველ რიგში იმას ვიტყვი. ეს ბოლო სცენა რომ არა
ტრეილერი იქნებოდა ერთი ალბათ 8 თავით უარესი. მიუხედავად იმისა, რომ მაინც კარგი იყო და მაინც მომეწონა როგორც ესეთი ტრეილერი იმ სცენის გარეშეც. თუმცა აშკარად რაღაც ახალი, ხო რა რაღაც ახალი აკვდა, სკელეტონები გვანახეს, კრიპერები უფრო მეტი გვანახეს, ზომბები გვანახეს, კიდევ ვინ გვანახეს. აი იმ მომენტზე მინდა გადავახვევერთი. ენდერმენი იყო თუ არა, რა დავწუნდე. Minecraft-ის ექსპერტი ახლა იცით ძალიან კარგად რო არ ვარ. მაგრამ ასეთი პატარ-პატარა არსებების შესახებ კი ვიცი. პატარ-პატარა რა ახლა. პატარა მონსტრების შესახებ. აჰა, აფეთქებია. წითელი თვალი. არა, აშკარად არ იყო ენდერმენი. ჩემთვის მაინც ენდერმენი ყველაზე უცნაური არსებად რჩება Minecraft-ში. ობობაზე უცნაურადაც კი. ასე თუ ისე. ვაუ, ეს აუა მაგარია. იცით, Minecraft-ი რო ვითამაშე ახლა ვიდეოში კი არ ვაღიარე პირდაპირ საშინელი ვიდეო გამოვიდა დაბალი ხარისხის. მაგრამ თვითონ თამაში კარგი იყო და მომეწონა, გავერთი კარგად, სერიოზულად. ამის თამაშის დროს და მინდა გითხრათ, ეს ფილმი თუ იმდენად კარგი გამოვიდა, რამდენადაც სხვა ფილმები პარალელური მსოფლიოს შესახებ. იმიტომ რომ გთხოვთ, აი ისე არ გააკეთოთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სამყარო უბრალოდ კამეოს როლში იყოს და ერთი ექსცენა იყოს ტიპს რო ეტაკება მანქანით ფილმშიც და всё მეტი არა და просто არ გააკეთოთ ისე რომ просто საღადაოდ იყოს ჩასმული. აი იმიტომ რომ ეგ მართლა ცუდი იქნება. აი არ მოგატყუებს და მართლა ცუდი იქნება. თლიან ფილმზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეგ მომენტი ექსცენა მართლა ცუდი იქნება. აი მესამეჯერ ვახსენე უკვე მართლა ცუდი იქნება. იქნება და რა გავაკეთო. თუ მისცემთ რაიმე როლს ადამიანის ჩვენს მსოფლიოს, ჩვენს სამყაროს მიეცით დიდი როლი. ან საერთოდ არ მისცეთ როლი. ახლა ტრეილერში ჩანს კარგად რომ შანსი არა საერთოდ არ მისცემ როლი. მაგრამ ხო. ერთადერთი დარჩება რომ დიდი როლი მისცემ და შეიძლება პირველ ფილმში არ იმდენად არა, მაგრამ მეორე ფილმში წარმოვიდგენ ახლა რომ რამდენიმე ნაწილისგან იქნება ეს ფილმი. შემდგარი იმიტომ რომ რავი, წესით და რიგით ასე მარტივად, მარტო ერთი ნაწილი არ უნდა იყოს საკმარისი. მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს? 2 საათი, 2 საათნახევარი? ჩემი აზრით, ამ ფილმმა თუ მიაღწია წარმატებას, კიდევ უამრავი ნაწილი ექნება. უამრავზე რა გითხრათ, მაგრამ აი მეორე ნაწილი რო გარანტირებული ექნება, დარწმუნებული ვარ და მე მართლა მინდა რომ ეს კარგი ფილმი იყოს. აი ახლა რამდენად დავარეაქტებთ ან აპრილში, როცა ეროვნულები მექნება, აი ასე ახლოს ეს რო ექნება მარტო დარჩენილი გამოცდილებამდე, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება საერთოდ კინოთეატრში ვუყურო პირდაპირ იმის მერე, რომელიმე მასწავლებლის მერე, იმიტომ რომ იმაზე მოჩვენებებზე გამოდიოდა მოჩვენებებზე მონადირეები. მე მგონი ასე ქვია, ხო? ახალი ფილმი ასე მომეწია ზუსტად კინოში წავედით, იქ ვუყურეთ და გული დამწყდა, აი მაგ მომენტში გული დამწყდა მართლა რომ არ დავარეაქტე. ასე თუ ისე კარგ ფილმს ველოდები. თუ შეიძლება იმეც ნუ გამიცრუებთ, იმიტომ რომ მართლა კარგ ფილმს ველოდები Minecraft-ისგან.
ნუ მეც ვეღარაფერს დავამატებ, ახლა მონსტრებზე უკვე ვილაპარაკე, ობობა მომეწონა, ობობას თუნდაც ვერც გააკეთებდნენ. ზომბი ახლა ვიტყვი რომ მახინჯი იყო, მაგრამ ლამაზი არც უნდა იყოს ზომბი ასე რომ მომეწონა რა. სკელეტონი მომეწონა, მე მგონი ყველაზე მეტად მაინც სკელეტონი მომეწონა. კრიპერი, რა ვიცი, აი ეს ბეწვი არ მომწონს ცოტა კრიპერზე, ნუ რაღაცნაირად ცუდად ჩანს, აი Minecraft-ში თამაში ბეწვი არ აქვს, რა თქმა უნდა, ხა რო კონდეს დიდად არ გამიკვირდებოდა და დიდად არ გული არ დამწყდებოდა, მაგრამ Minecraft-ში ბეწვი საერთოდ როგორ იქნება? მოთხუთხეთ თამაში, ასე რომ ხო. მაგრამ აი ძალიან რაღაცა უჩვეულოდ ჩანს ბეწვიანი კრიპერი. თუ ასეთ ზომბის და ასეთ სკელეტონს კიდე შევეჩვევი როგორღაც კრიპერი ცოტა უცნაური ის არის და ჩვეულებრივი სოფლერებიც ნორმალურია. ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგია, მაგრამ ნორმალური არის. ცუდი არაა აშკარად. რაც შეეძლოთ ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი Minecraft-ის ფილმიდან, ანუ 4 კუთხედი ფილმიდან გადმოიღოთ, თამაშიდან უბრალოდ ფილმში. გააკეთეს ნორმალურ კარგ დონეზე, შეიძლება ასეც ითქვას. წყალს ვიტყვი დავაკვირდებით თქო, მაგრამ დიდად ვერ შემომჩნია ვერაფერი რომ აი მე პიქსელებით იყოს გაკეთებული და რავი, დიდად რო გითხრათ რომ Minecraft-ის ყოველთვის პიქსელებით არის წყალი, არა. არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ასე. ხანდახან მომენტებში ჩანს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არა. ღრუბლები ისედაც Minecraft-ის სტილით არის, უნდა იყოს ახლა ღრუბლები მაინც და ერთ მომენტზე მინდა გადავახვიო. აი აქ. ნუ ხეები, მიწა ეს ყველაფერი კარგია, აი. დაიცანეთ, ხო, ეს ქათამი რო არის აქ თუ, ხო, ქათამია. აი ამ ქათამს ვუყურებ ახლა და რავი. ცოტა სხვანაირი რო გაეკეთებინათ უკეთესი იქნებოდა. თორე ისე არა უშავს. ღორები წინაზე ნაკლებად მომწონდა, მაგრამ ახლა შედარებით მომწონს. ანუ უკვე ახლა დავუკვირდი და მივხვდი, აი სტივისთვის სხვა მსახიობი რო აერჩიეთ უკეთესი იქნებოდა. არ მოგატყუებთ. პორტალი თავისთავად კარგი იყო და მეტი გასახელველი არც არ არის. ერთი ცხვარი შევხედო კიდევ ერთხელ. ანუ გელი, ცხვარი. ცხვარიც პრინციპში კაია. ეს ხმალი. კი, რეალისტურიც არის და Minecraft-ის სტილითაც. და ეს მომენტი დასაწყისში რო აშენებენ იმას. ნუ შენობებს. ეს მომენტიც მომეწონა ძალიან. ნუ და პანდები. ახლა პანდები უფრო საგადავდი იყო, მაგრამ კარგად არის გაკეთებული. არ ვიცი რა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცუდს არაფერს ველოდები და იმედი მაქვს ჩემი მოლოდინები გამართლდება. იმედი მაქვს მართლა კარგ ფილმს მივიღებთ. თორე ამ ბოლო დროს ანუ თამაშის ეკრანიზაცია კარგი გამოდის, ანუ რაც მე ვნახე ყოველ შემთხვევაში, კალმარის თამაშები არ მაქვს ნანახი და თუ რეაქტინგად მომწერეთ. ნუ არკეინი ნანახი მაქვს ახლა ყველა მიცით და მშვენიერი იყო. Fallout-იც კარგი იყო. და კიდევ ანუ არის კიდევ რაც ახლა არ მახსენდება, მაგრამ აი მაგალითად იგივე Danganronpa-ზე ლაპარაკობენ, ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ Danganronpa ნანახი არ მაქვს, ასე რომ მე არაფერს არ ვიტყვი. The Last of Us შეიძლება ვახსენოთ. კარგი. ახლა უკვე გადამეკეტა Twitch-ში. წავედი სხვა სერიალებში და ფილმებში და Five Nights at Freddy's ვიტყვი, მაგრამ წეგან კიდე თავი შევიკავე. იმიტომ რომ დიდად რო გითხრათ რომ ძალიან მომეწონა ეს ეკრანიზაცია არა. იმედი მაქვს Minecraft-ი გაგვახარებს. იმედი მაქვს კარგ ფილმს მივიღებთ და იმედი მაქვს მოგეწონებათ თქვენ და მომეწონება მე.
მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურეთ. და გემშვიდობებით. გნახავთ სხვა დროს, შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძანდებოდეთ.